მივესალმები ჩვენს სტუმარს პირველ რიგში, ჩვენს მაყურებელს და ძალიან მოხარული ვარ, რომ მოიცალე ჩვენთვის ბატონო ზაზა. მოკლედ, ჩვენი სტუმარი არის ჩემოლადო ჰიდროტექნიკოსი ზაზა ხუციშვილი. ჰიდროტექნიკოსი არა, ინჟინერი ზაზა ხუციშვილი. რა ინჟინერი კაცო? ესე სპეციალობაში წერია ინჟინერი ჰიდროტექნიკოსი. და ხანდახან მუსიკასაც უკრავთ, ხო? მოკლედ, ყველასთვის ძალიან საყვარელი მუსიკოსია ზაზა ხუციშვილი, ჩვენი სტუმარი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მიულოცოთ მაყურებელს ახალი წელიც. ჯერ კიდე ახალი წელი. ჯერ კიდე ძველი და ახალი წელი, ძველი ახალი წელი, მე კიდე ძველი და 100 წლის ბოლომდე მე უკვე ახალიც მოვა. კარგი უსურვოთ, წარმატებული 2025 წელი უსურვოთ და ჩვენი პარტნიორი სექტორი D3-ს ვახსენოთ თავის გადასარევი პურებით და დავიწყოთ დღევანდელი გადაცემაც. ბავშვობის თამაშები რა გახსოვთ ბატონო და ბავშვობიდან რომ დავიწყოთ? ყველაფერი, იმიტომ რომ ეხლანდელი ბავშვებისგან განსხვავებით ძალიან ბევრს თამაშობდით და ჩემი მიდრეკილება უფრო იყო აქტიური სპორტული და არა ვთქვათ ნარდი ჭადრაკიც კი ვთამაშობდი, მაგრამ ისე ვერ შევიყვარე. აი რაღაც დომინოს თამაშობდნენ, მაშინ კარტს თამაშობდნენ და მე კი როცა ახლა სიტუაცია იყო და საღამოს კარტიც მითამაშია, ჯოკერი იყო მაშინ პოპულარული, მე კინგი პრეფერენსი უფრო სხვა ასაკში, მაგრამ სპორტული გაცილებით უფრო მიზიდავდა ყოველთვის და ფეხბურთი ხო ცხადია. გუშინ დედა ჩემი სანახავად ვიყავი არაყიშვილის, ეხლა უკვე ბადრი შოშიტაიშვილის პირველ ჩიხში და ვერ წარმოვიდგენთ რა ხდება და ჩემ ბავშვობაში ქვებს ვდებდით კარების მაგივრად და თამაშობდით და მანქანა იმდენად იშვიათობა იყო, ჩიხი არის და კიდევ უფრო ნაკლები მოძრაობა იყო და ეხლა სპეციალურად უკვე აი ყიფშიძის ქვევით გაბაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ და დედა ჩემი სანახავად თითქმის ყოველთვის მივდივარ ფეხით ან ავტობუსით ან საერთოდ ვცეირნობ, იმდენად მომწონს ჭავჭავაძის გამზირი, რომელიც აი პირდაპირ ფეხით მოსიარულეებზეა განსაკუთრებით კარგად მორგებული და ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობს, იმათვის მართლა მანქანით მოსიარულესთვის ოდნავ შეზღუდულია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ 2/3 თუ ფეხით მოსიარულია, მაშინ მივანიჭოთ ხათასახი. კარგი ქუჩა არის, მომწონს. და სიამოვნებით ერთი იმაზე მწყდება გული, რომ აი უფრო და უფრო იშვიათად ვამბობ გამარჯვებას. ანუ ჩემი უბნელები და ნაცნობები ცოტა მხდება. ხო, ეგ პრობლემა ალბათ არის. გასაგებია. მე სუმაგას ვამბობ ხოლმე, რომ თბილისში რომ ჩამოვედი, ისეთი შოკი იყო ჩემთვის სურამიდან ჩამოსულს, იმიტომ რომ სურამიდან სახლიდან რომ გამოვიდეთ, იმდენად პატარა სურამი. ყველას ვესალმებოდი, გამარჯობა და თბილისში ჩამოვედი, მთელი დღე ისე ვიარე, რომ გამყიდველის გარდა ვერავის მივესალმე და ძალიან დაუცხოდი. არა, სურამში შენთან ერთად რომ გამივლია, დატანჯული ვარ ხოლმე. ხო, ძალიან პატარაა და ყველას უნდა მიესალმო. ზაზა ბატონო, ვიცი რომ ძალიან გიყვართ ნადირობა. მამასთან ერთად თუ ყოფილხარ სანადიროდ? პირველი ორი ნადირობა სწორედ იყო ერთი მამაჩემთან ერთად და მეორე მამაჩემის თანამშრომელთან და ძმაკაცთან ერთად, რომელმაც მე და თავისი შვილი, რომლებიც მეგობრები ვიყავით, ერთად წაგვიყვანა სანადიროდ. აი ეს ორი პირველი ნადირობა კარგად მახსოვს, მაგრამ იმის მერე მქონდა ძალიან დიდი პაუზა და დაახლოებით 2004-5 წლიდან შედარებით ინტენსიურად ნადირობ. ანუ მამა მითამაშა რომ ნადირობა შეგაყვარა? არა მგონია, იმიტომ რომ აი ხო გითხარით, მაშინ მოწამლას ვეძახით მონადირეები, ვინოთის მოიწამლებავდა. მაშინ ვერ მოვიწამლე და არ გავაგრძელე იმის მერე, ასე მოხდა. თუმცა ის თოფი რომელიც დღესაც მოქვს, მამაჩემის ნაქონი I54-ია, საკმაოდ კარგი რუსული თოფი, როგორც ყველაფერი, იგივე როგორც ვთქვათ კალაშნიკოვი შედარებით უხეშად გაკეთებული ისა, მაგრამ სანადირო თვისებები საკმაოდ მაღალი აქვს. თავის დროზე კი ზაუერის მერვე მოდელის, ასე ვთქვათ, იქიდან ომის მერე ხო წამოიღეს ყველაფერი. გაძარცვეს. გარდა იმისა, რომ ოჯახები გაძარცვეს და კედელზე რაც კი თოფი და ძვირფასეულობა წამოაყოლეს, ქარხნების და ხაზებიც პირდაპირ რაღაცები ტექნოლოგიები წამოიღეს და აი იმის შედეგი იყო საკმაოდ კარგი დონის თოფია. მოდი ნადირობიდან ისე ბავშვობაში გადავინაცვლოთ და სკოლის ამბები მაინტერესებს. ხო და ვერ დავამთავრეთ, ესე იგი ძალიან სპორტული ვიყავით, ცურვაზეც დავდიოდი, ოღონდ აბონემენტით.
სამთო სათხილამურო, კალათბურთს თამაშობდი, მაგედის შოქბურთს თამაშობდი. კალათბურთს წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი ტანი ავიყარე მე-10 კლასში. და იქამდე ჩემი მშობლების ყველაზე დიდი გულისტკივილი იყო, რომ ტანით პატარაა, ხო და ამ დროს არც ერთი ესე არ იყო 1.80 იყო მამაჩემი და დედაჩემიც 1.70 ფარგლებ 79-8 ესე დაახლოებით. და წარმოიდგინეთ, რომ კალათბურთის სკოლის ნაკრებში ვიყავი. მიუხედავად ხო გამთამაშებდი და კარგადაც ვისროდი და ფეხბურთს და ძალიან კარგი ფეხბურთის შატალოზეც უდადიოდით ხოლმე. კი, ანუ დაახლოებით მე-5 კლასამდე ვიყავი ხუთოსანი. მერე, როგორც ყველა ბიჭს, ყველას არა, მაგრამ უმრავლესობას რაღაცები გამომერია, მერე ნიშნები, მაგრამ იცით როგორ იყო, ეხლა თუ კლასში ვიტყოდით რომ მივდივარ თუ აი იყვნენ 1-2 ძალიან ბეჯითი რომ არა მე არ მოვდივარ და კლასში მარტო დაჭდებოდა. მე ესეთი არ ვიყავი, თუ ყველა ვიტყოდით რომ წავედით. საით მიდიოდით ხოლმე? აუ ჩვენი ის მინდა გითხრათ რომ აი ხა ძალიან მინდა რომ ჩვენ ვისაუბრებთ ალბათ შვილის და მამის ურთიერთობაზე და ესე იგი ძალიან მეგობრული კლასი ყავდა და აი გოგოებთანაც ვიყავით ძმაკაცურად აი არანაირი სხვა ასე ვთქვათ ურთიერთობის ფორმა არ ქონია აი როგორც ძმაკაცები ესე ვიყავით და ხან ფუნიკული ორზე ავიდოდით საწმინდაზე ხან ვაკის პარკში წავიდოდით ხან ცოტა უფრო შორს მერე უკვე აი მე-9 კლასის დროს უკვე რაღაცა ფულს შევკრებდით ბაზარში წავიდოდით რაღაცას ვიყიდით ერთი მეორე და რომელიმეს აგარაგზე ან წყნეთში ან კიკეთში სადღაც ავდიოდით და რა გითხრათ რა მაგარია ბავშვობა და სკოლა რა და ეხა გური მწყდება რომ ესე იგი სულ ყოველთვის ამას ვიძახი რომ წარმოიდგინეთ 55 სკოლის მე-16 სკოლის აი ჩემ უბანში რაც არის 54 ასფალტის ხელბურთის სტანდარტის სტადიონები იყო ყველგან პატარა და ასფალტის საფარი იყო მუხლები ქონდა გადაგლეჯილი და ბოტასებს და კეტებს ცვეთით აი თვეში ერთი არ ყოფნიდა რიგებში ვიდექით რო გეთამაშეთ შაბათ-კვირას ესე იგი რიგში უნდა ჩამდგარიყავი რომ გავარდნილი გუნდი გასულიყო და გეთამაშა და ეხლა ესეთი სტადიონებია მოვლილი ამ ხელოვნური ბალახი ღამე განათებული და თუ ვინმე თამაშობს ჩემი ასაკის რა და ეს ბავშვები ამ კომპიუტერმა და ამ ტელეფონებმა ისე მოწყვიტა აი ამ ქუჩის იმას ხშირად მინახავს რომ შეკრებილები არიან მაგრამ ტელეფონი უჭირავს და ერთმანეთთან არ კონტაქტობენ კაფეში რო შეხვალ ხო შეხედავს უფრაც ხალხის ხედავ და ყველა თავის ტელეფონში არის და ხო ეს ამ პრობლემაა. თქვენი შვილი რო სკოლაში დადიოდა, რამდენად დამთავრებული იყო? შატალოზე წავედია, რაღაც ეგეთებს თუ გიყვებოდათ ხოლმე? არა. მე მგონი არც დადიოდა რაღაც. აი შატალოზე წასვლა მე მგონი გავუქმდა ეგ. უბრალოდ ერთი-ორჯერ ვიცი რომ ყველამ თქვა რომ ხვალე არ მოვდივართ. ხო ეგ ვიცი და ჩვენც გითხრა რომ აი თქვით რომ ხვალე არ მოვდივართ და არ წავიდა და აი ესე რომ იქიდან სადმე წასულიყვნენ ეგეთი რამე არ მახსოვს. ეხლა მე-12 კლასელი მგონი ოფიციალურად აღარ დადიან სკოლაში. ჩვენმა ძალიან სხვათა შორის მე ერთი პერიოდი დადიოდა წიგნო ბართუხუცეში ესეთ სკოლაში რომელიც კერძო იყო თვითონ მომთხოვა გადაყვანა და ეხლა როცა ბავშვი გთხოვს როგორ მე უნდა გაიჭირო და გადაიყვანო ეხლა განათლებაზე უკეთეს რას მიცემ შვილს დადიოდა იქ და მე ბოლო მე-12 კლასში ცოტა ადრე გადმოვიდა 55 სკოლაში და დირექტორთან მივედი, ჩემი სკოლა 55 ეგ მაგ დამთავრებული სხვათა შორის ისე გაირკვა რომ ჩემ სიმამს, მომავალ სიმამს როცა გავიცანი, თურმე ეგ სკოლა ქონია დამთავრებული 30 წელს იყო დაბადებული და მათემატიკას გვასწავლიდა და ერთი და იგივე კაცი დომენტი გიორხელიძე, ჩემ სიმამს და მე წარმოიდგინეთ აი რამდენი ხანი მუშაობდა სკოლაში. და დირექტორს რო ვთხოვე რომ იქნებ მიიღოთ მეთქი ჩემი შვილი და პირველი ეგ მითხრა რომ თუ იმიტომ გადმოდის რომ არიაროსო ნირჩევნია ნუ გატმოვა. დავპირდი რომ იulis მეთქი, მაგრამ ტყუილი გამომივიდა, იმიტომ რომ ესეც შიგადაშიგ მიდიოდა რა ვიცი, ნუ ესე არიან უკვე რომ არავინ აღარ დადის და რეპეტიტორები ერთი მეორე მომზადება ხო და აი იმას ვერ მივახციეთ რომ აი განათლების სისტემა ისეთი იყოს რომ
ბავშვს თუ უნდა რეპეტიტორი აღარ დაჭირდეს. სხვათა შორის ძალიან ბევრი კერძო სკოლაა, სადაც ამბობენ რომ კარგი სწავლა, მაგრამ რეპეტიტორი მაინც ჭირდება, მაინც აყავთ. ანუ ფაქტობრივად ტყუილად იხდის შობერი ფულს ეგრე გამოდის. ამ დროს აი ჩემს შრობელები რო ახსენე, მამაჩემს ოქროს მედალზე ქონდა დამთავრებული სკოლა და მაშინ ესეთი წესი იყო, რა სადაც მოდა იქ შეიტანდა საბუთებს. და დედაჩემაც ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე ჩააბარა უცხოენათა ინსტიტუტში, ორივე თელავიდან ჩამოვიდნენ სტუდენტობის პერიოდში. და თქვენ წარმოიდგინეთ, ისე სწავლობდა, რომ მესამე კურსიდან უკვე ლექციები მიცა კათედრის გამგემ. თან გერმანელი კათედრის გამგე ყავდა. გერმანისტია ანუ დედა. კი, დედა გერმანისტია. აღარ მუშაობს პენსიაზე, მაგრამ მთელი ცხოვრება უცხოენათა ინსტიტუტში გაატარა. კლასელები თუ ახერხებთ ხოლმე შეკრებას? ჩემთვის ტკივნეული თემა და გეტყვით რატო? ცოტა იშვიათად, მაგრამ ვახერხებთ. ნუ ცხადი არის რომ თუ რამე ხინი და ჭირი არის იქ ყველა ერთად ვართ. ისედაც ახლა ახალ წლებზე მოვიკითხეთ ერთმანეთი. სხვათა შორის მე მე-9 კლასის ნახევრიდან მეორე კლასში გადავედი იმავე სკოლაში. ერთ მასწავლებელთან კონფლიქტის გამო და ის კლასი უფრო ვახერხებთ წლის ბოლოს, აი მაისში, როცა ბანკეტი გქონდა ხოლმე შეკრებას. ამდენი ხნის მერე კიდე. ამდენი ხნის მერე კი. 25 წელი მიხდება, იმიტომ დავიწყე. და ხვალ ხვდებით პირველად ხვდებით 25 წლის მანძილზე ხვალ. კლასელები ამდენი. მეორე კლასში ცოტა უფრო ისე ინტენსიურად ვერა, მაგრამ იქაც რამდენჯერ, იქაც ბევრჯერ მოვახერხეთ კი. ანუ თქვენ ორ ფრონტზე. ხო და ეხლა რამდენიმე იმასთან ძალიან ახლო მეგობრობა მაქვს. ეხლა აი სკოლაში ხო ესე არის რომ რაღაც 2-3 განსაკუთრებული მეგობარი ყავს და იმათთან ერთად იმ დროს ნუ ჩვენი ყველაზე დიდი გართობა იყო სადმე წასვლა რა. როგორც წესი ეს იყო პეტერბურგი, მოსკოვი. ნუ მაშინ დაკეტილი სივრცე იყო, ახლა სხვაგან ვერ წახვიდოდი და. ხო, მაგრამ რა კარგია ასეთ მაშინაც და ახლა დღემდე ვამბობ რომ სურათებით რაც ვნახავთ, პეტერბურგი არის ულამაზესი ქალაქი. რა თქმა უნდა. ხო და ეგეთ ადგილას წასვლა ძალიან მაგარი იქნება. თვითონ ქალაქში რო დადიხარ, ხო, ფაქტურად მუზეუმი არის და შემდეგ მუზეუმებშიც აი ძალიან უდიდესი ნამუშევრები არის დაცული. ერმიტაჟი არის სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი. თქვენ რომ მეუღლე ყავა მოგვიმზა და ტყუილ ხვარი წვალ მოვიტანმებარი? მან თან მე კითხვას დავსვამ. რა თქმა უნდა. 2014 წელს შეიძლება წელი მეშლება რადიოში მიყავდათ გადაცემა რას უსმენ? კი, კი ბატონო. შვილისთვის თუ გიკითხავთ რას usmens და თუ გირჩევიათ რას usminos? ჩემი შვილი usmens საკმაოდ გემოვნებიან მუსიკას. ხათუნად ჩემი ცოლი ცდილობს რომ რაღაცეები მოასმენინოს, მე თვითონ ურთავ ხოლმე, აბა ეს თუ გაქვს მოსმენილი, ეს თუ გაქვს მოსმენილი, თვითონ ჩამოყალიბებულად არის გამორჩეული ჯგუფი, მისთვის არის Queen. ვაკის პარკი არა? ვაკის პარკის რამდენიმე სიმღერა მოწონს, მაგრამ აი ესეთი ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებით უყვარს, არის Queen-ი, აი რომლის მაისურიც გვაყიდინა ერთხელ და ესე მოწონდა და სხვათა შორის თბილისში იყო ჩამოსული მარკ მარტელი, ეს არის ადამიანი, ვინც გაახმოვანა იმ ფილმში. ხო, იქ ნაწილი მერკურის ორიგინალი ხმა, მაგრამ რაღაც ნაწილებში თქვათ ან რეპეტიციაზე ან რაღაცაზე რისი მასალაც არ არსებობდა. აი შოკი მქონდა ის სიმღერის. რადიო ფორტუნას თუ არ ვცდები რაღაცა იუბილე იყო, თუ დაჯილდოება თუ რაღაც და იქ ჩამოიყვანეს მაშინ ეს პიროვნება. და ქართველმა მუსიკოსებმა გაუკეთესა აკომპანიმენტი, მათ შორის ვაკის პარკიდან 2 ადამიანი უკრავდა. მე ვიყავი სტუმრად მისული და წავიყვანა ჩემი გოგონა და საოცარი კონცერტი იყო. აი, ნუ არ მოველოდი, ახლა მერკური არის ერთ-ერთი ისეთი მომღერალი, აი რომლის გამეორება და შესრულება ურთულესი არის. და დაძილობრივ მაინც შეძლო. მე ვთვლი რომ მერკურის ბევრი კონცერტი თვითონ არ უმღერია ეგ დონეს. არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცოცხალი შესრულება მაქვს მერკურის მოსმენილი და ნუ ადამიანია ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ახლა ეგეთი ჯგუფების შოუ ზოგჯერ არის 2.5 საათი, ხო? აი მაკარტნის ბოლო კონცერტი მოსკოვში რო იყო ნუ წლების წინ 3 საათს გასწნა და ფაქტურად ნუ შეუძლებელია ესე ტურში როცა მიდის მუსიკოსი რომ ყველა კონცერტზე ერთნაირ ფორმაში იყოს და ამ კაცმა საოცრად იმღერა. სულ მინდა მუსიკოსებს ვკითხო. აი ხო მოიცა მოდი თუ კითხოს რომ ანეკდოტი გამახსენდა რომელიც უნდა მოვყვე ხლა აუცილებლად. კი, მოსო კითხოს.
ხო, ის შაქარი რამდენი ჩაგიყარო და სახში ერთ ვიყრიო სტუმრად სამსო და ისე ორი მიყვარსო და შენ ხუთს იყრი ხოლმე და რა ხათრიანი ხარ. სახში პირობა დავდე რომ ორზე მეც აღარ ჩავიყრივეთკი და ხო უყურებე და დაინახავ რომ პირობას ვასრულებ. მე ყავა ერთ ჭიქაზე დავედი ყავის შემთხვევაში და ერთ ყავაში ერთ კოლს შაქარს ვიყრი. ჩაიში აღარ ვიყრი. აი ეს 28-ს იყრის ხოლმე. 2-3-ს იყრი ხოლმე მართლა ვთქვი და ზაფხულში ვიყავით თქვენ კონცერტზე ერთ-ერთ ბარში, ხო და რომ მღერის მუსიკოსი და თქვა ჩემთვის ვყვები რაღაცა აყოლაც მღლის. როგორ ახერხებთ ენერგიის შენარჩუნებას? იცით რა, რაც უფრო ინტენსიურად მღერი, ვატყობ რომ უფრო კარგ ფორმაში ვარ. ანუ როგორც სპორტსმენი რაც უფრო ხო, ანუ დიდი შესვენება თუ არის და მე ორი კონცერტი რომ მქონდეს, ხო, შეიძლება მეორე კონცერტის ბოლოს რაღაცა დაძაბულობა და დაგზნა. და მეორე რაც არის, ეს არის ესე იგი, როგორც მომღერლის, როგორ გითხრათ, ოსტატობა. ანუ სიმღერასაც უნდა ზუსტად ისეთივე ოსტატობა, ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც მართლა კარგი ხმა აქვთ და usmen და ნუ არ იცის რა გაცმა ეხა. აი დაუმუშავებლად ჩვეულებრივ ეხა იმ სფეროში, სადაც იმ სტილში, რომელშიც მე მღერი, ხო? ნუ არიან ესეთები უამრავები, რომლებიც არ გამოირჩევიან ვოკალური იმით, მაგრამ მიუხედავად მაგისა, აი ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული ტექნიკის ფლობა და იმის უნარი, აი ხმა როგორ და რანაირად უნდა გამოუშვა რა და სპეციალური ვარჯიშებიც იქნება. ვარჯიშებიც არის და რა თქმა უნდა იცით როგორ არის ეს ხმის იოგები და თვითონ ეს სისტემა ისე არის მოწყობილი რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს ერთნაირად არ აქვს. არიან ესეთი ადამიანები რომ ვარჯიშის გარეშე შეიძლება აი ღამე გააღვიძო და უთხრა დოძიეზე და გიმღეროს ზუსტად. არის ადამიანები, რომლებიც უფრო შედარებით მიდრეკილები არიან დეტონაციის მიმართ, ანუ როდესაც აბსოლუტურად ზუსტად არ უშვებ ამ ხმას. ესეთი სხვათა შორის ძალიან ბევრი დიდი მომღერალი არის, რომელსაც კონცერტების დროს უამრავი დეტონაცია ეპარება. ხო და იმათ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვარჯიშები უფრო ინტენსიური არის სასურველი და ვიღაცას უფრო ადვილად. აი როგორც სპორტში ფეხბურთში, ხა ვიღაც ისეთი ტალანტია, რომ ის ანჩელოტი წერდა, რომ რონალდო პარასკევსო, რონალდინიო ბოდიში პარასკევსო თვრებოდაო კლუბებშიო და შაბათს გამოდიოდა და ყველა ჯობდა მოედანზე და რა უნდა მეთქვა, ხო? აი საქმესაკეთ გოლი გასატანი იყო გაქონდა და რა გინდა რო თქვა. არ გივარჯიშე მუსიკა, არ გივლია სიმღერები. იმასთან დავდივდი. გიტარაზე დავდივდი. რობერტ ბარძიმაშვილთან დავდივდი, ლახტი იყო ეგეთი და ისეთი უცნაური ისინი იყო სავალიში. ძალიან მაგარი კაცი იყო რობერტ ბარძიმაშვილი, მე ვთვლი რომ აი ქართულ ესტრადაში ერთ-ერთი აბსოლუტურად გამორჩეული ადამიანი, რომელის სახელსაც უკავშირდება ორერა, რომელიც 75-თანაც ხო რა თქმა უნდა, მისი შექმნილი ანსამბლია ეს, როდესაც მიხვდა უკვე რომ ახალი სხვა დრო მოვიდა და ერთი და იგივეს ასე ვთქვათ, როგორც სტილისტურად, ასევე სიმღერები უკვე რაღაცა შიხური მდგომარეობა იყო, მაშინვე ალყო აუღო და ბესო კალანდაძე და მთელი ის თაობა უჩაკორძაია და ვინც ამ ჯგუფში იყვნენ უმაგრესი მუსიკოსები, სწორედ მისი, ასე ვთქვათ, შეკრებილი იყო და იმ დროისთვის ძალიან კარგი ჯგუფი იყო. იმ დროისთვის კი ეხლა ჩვენურად ისმინება, მაგრამ იმ დროს, ნუ ის იყო, რა ქვია, მაინც ყველაფერი რთული იყო, გესმით, აი ინსტრუმენტს უნდა ირჩევდე ისე რომ გქონდეს საშუალება მაღაზიაში შეხვიდე და ერთიც ნახო, მეორეც, მესამეც და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩემი გიტარა ისე ავირჩიე რომ კონკრეტული გიტარისტი რადგან უკრავდა მინდოდა. და აი როგორი იქნებოდა ხელში, როგორ ავიღებდი, წარმოდგენა არ მქონდა. იმიტომ რომ არც არავის ქონდა ისეც რომ თან ეხა თხოვებაც ისეთია ძვირფასი ინსტრუმენტიც და იმის საშუალება და ეხა წარმოვიდგინეთ მაშინ არანაირი მაღაზია, არანაირი კლავიში, სულ იყო რაღაცა ვერმონა, მაქსიმუმ იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ან ჩეხეთის რაღაცა ინსტრუმენტები, რომლებიც გაცილებით დაბალი ხარისხის იყო, როგორც კლავიშებიანი ინსტრუმენტი, ისევე დასარტყამი. ხო და აი იმ პირობებში ხა ჟღერადობაზე მუშაობა ძალიან რთული იყო და აი მაგ ჯგუფს მოხერხებული ქონდა რომ აი თავისი სტილისტურად და სიმღერების სტილიც, ტექსტიც და ესეც ძალიან კარგ დონეზე იყო. ხო, YouTube-ზე ერთ ტიპს აქვს მხოლოდ ატვირთული, VIA-75-ის ლისტი რაც შემხოდია, მე მგონი ყველა სიმღერაა და სხვა იუზერის ატვირთული არ მინახავ. გაკეთებული მოქლის და VIA-75-ს ხშირად უსმენთ. და კარგი სიმღერებიც იყო ზურა მანაგაძის და ნუგზარ ერგემლის. მე ის გამიკვირდა და თან
ბოროტულად გამომდის, მიხარია ხოლმე 7 წლები იყო ჩემთვის ბატონო და აი ჯოჯოხეთის ფორტეპიანოს. თქვენც არარაგლები ქონიათ ინტერვიუში დავიკითხე, არ მიყვარდაოთ იცას. ხო, ნუ ეხლა წარმოიდგინეთ ბავშვის გემოვნება როგორც წესი კლასიკური მუსიკის სიყვარული გაცილებით გვიან შემოდის, ხო და ეხლა ნუ შოპენი, ლისტი და ისინი რაღაცა ნუ ვერანაირად ვერ ჯდებოდა ეს გამების დაკვრა მეზარებოდა ძალიან ფურცლიდან კითხვა მეზარებოდა მასალებს უშენიშნოს მოცოდა იქ არ უყურებს მენით უკრა ხო რეალურად ეგრე იყო გამოგადგათ მე უკვე როცა გამომადგა ეხლა დამეთანხმებით რადგან დამთავრებული გვაქვს ესე იგი ვისწავლეთ სოლფეჯიო მუსლიტერატურა გუნდი სპეციალობა და როგორ თეორია როცა იცი ხო მე ინსტრუმენტის ფლობა უკვე არის პრაქტიკის და იმის თეორიული ცოდნა როცა გაქვს მუსიკალური ჰარმონია იცი მელოდია იცი გუნდში ხმებში ხან პირველ ზღეროდით ხან მეორე ზღეროდით ხან მესამეზე ეს ყველაფერი გეხმარება მე რა თქმა უნდა ბუნებრივია არა თქვენ შემთხვევაში ის მაგ ისტორიის გაგრძელება ის არის ძალიან საინტერესო და კარგი რომ დავამთავრე 7 წლედიო მითხრესო რომ მიჭერთა ათლეტში თუ როგორ ხვა ძალიან მოვიდო მე და მართლა შემთხვევაში ეგრე არ მოხდა კარგად დაუკარი ეს გამოსაშვების საღამო და გადავიდეთ ჩვენ თავარ თემაზე მამაშვილობაზე და ასეთი კითხვა მინდა დავსვა თქვენ ინტერვიუში ერთგან წავიკითხე რომ სანამ დაოჯახდებოდა და შვილი შეგეძინებოდათ ძმისშვილები იყვნენ თქვენ ცხოვრებაში და ანუ შვილი რომ შემეძინა ბავშვებთან ურთიერთობა უკვე ვიცოდიო მაგრამ დარწმუნებული ვარ შვილმა მაინც ბევრი რაღაცა შეცვალა თქვენში ბუნებრივია ერთი რასაც ესეთი ფიმილით ყოველთვის ვამბობ მეგობრებში რომ ესე იგი ვერ წარმომედგინა რომ სხვა ადამიანი გემრიელ საჭმელს ჭამს და შენ სიამოვნებს. აი შვილის გარდა სხვისი ჭამით შენ როგორ უნდა მიიღო სიამოვნება ხო მაგრამ აი შვილი რო ჭამს გემრიელად და აი რა ყოფილი და ბედნიერი უყურებ რომ კარგად ჭამა შვილმა ხო სხვაზე ხო ეს არ შეიძლება. ხო ნუ ესე იგი ბუნებრივი არის როდესაც მამა შვილზე დედა შვილზე იწყებს საუბარს პირველი რაც მახსენდება ეს არის აკაკი წერეთლის გამზდელი. სადაც აი ეს ერთ-ერთი მთავარი დისკუსია რაც არის ადამიანის ბუნება და აღზრდა. ხო და იქ ჰაჯი იუსუფი საკუთარ თავს დაადანაშაულებს რომ მოსაკლავი მე ვარ მხოლოდ რომ კაცად ვერ გამიზდიხარო. მაგრამ რეალურად ხო გვაქვს ესეთი გამოთქმა რომ კვიცი გვარზე ხდისო და პრაქტიკულად ყველა ენაზე არის იგივე მაგრამ გამონაკლისებიც უამრავია. აი ძალიან ბევრი ისეთი ოჯახი ვიცი ცოლ-ქმარი აბსოლუტურად დადებითი და შვილი საერთოდ სხვაგან არის და პირიქით ესეთი ცოტა მას ძნელად ახსარდეს ეძახიან ხო ესეთი შობლებს რომ ყავთ აი რა ვიცი იდეალური შვილები და რა გითხრათ ბუნებრივი არის როცა შვილი გიჩნდება თავარი სამიზნე ასე ვთქვათ რაღაცას რო აკეთებ იგივე ეზოში ხეს რო გავ ხო ზოგი ისეთია რომ პირდაპირ შემილია ვთქვა რომ გამიზნულია იმისათვის რომ ჩემ შვილს კონდეს ულამაზესი ეზო ანუ იმდენი ხანი უნდა იმის გაზდას იმას ამას რომ ხო გარდა ამისა ნუ მშობლის მოვალეობა რაც არის ბუნებრივი არის ეს არის როგორც ოჯახში აღზრდის მიცემა მათ შორის მანერების რომელსაც მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და სამწუხაროდ საერთოდ წაშლილი არის დღეს აი დედაჩემი სულ ყოველთვის მასწავლიდა სუფრასთან როგორ უნდა მოვიქცე ხელები როგორ უნდა მქონდეს ზედმეტად მეზობლებს რომ ვთქვათ იდაყვებით არ უნდა შეაწუხო რაც შეიძლება უხმაუროთ მიირთვა რომ არ ატეხო ჩანგლი და იმით თეფშეც კარუნი და ესეთი ამ და ხმის გამო 1000 რაღაც ნუ აი ამით იწყებოდა ჩვენი აღზრდა შემდეგ ხო კითხვა რაც უნიშნელოვანესია როდესაც მშობელი კითხულობს და შვილთანაც ურთიერთობაში
ეს ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ რეალურად ბავშვისთვის ხო მშობელი გარკვეულწილად ეს არის მაგალითი არის და ანუ მისგან ჩვენთვის აი ბიჭებისთვის მამა ჩემი იყო რა გითხრათ ახლა იოჰან კრუიფის გულშემატკივარი ისე ვიყავი რომ ფეხბურთი არ მქონდა რა მამიდან გამოდიოდა ხო იმიტომ რომ იმისგან რომ ესმოდა რომ ეს არის აი ვაფანატებდი და მე რა თქმა უნდა მე მაშინ პატარა ვიყავი ძალიან 78-ის ჩემპიონატი ძალიან მაგრად მახსოვს და უნებრივია გემახსოვდა 14-ის ნუ აი მახსოვს რომ აბა ჩემი და მისი მეგობრები უყურებდნენ და მე რა თქმა უნდა ვნახე ეს ყველაფერი როცა YouTube-მა მოგცა საშუალება 74-ის ფინალის ნახევარფინალის და ყველაფერი აღმოჩნდა რომ მართლა საგულშემატკივრო იყო კროიფი კი საოცარი ფეხბურთელი იყო და ну Барселона დღემდე მადლიერი არის და ეს ძალიან კარგი გზნობა არის იმ ცვლილებების რაც როგორც ფეხბურთელმა და როგორც ფრთველმა შეიტანა გუნდის სტილის და ხასიათის ჩამოყალიბებაში. ხო და აი ესეთი ის არის დღეს ჩვენი გულის ტკივილი ორივესი არის ის რომ აი გვინდა რომ მეტად მოწყდეს ტელეფონს და თქვა წიგნი მეტი წაიკითხოს გარეთ თქვა ექსკურსიებზე იმაზე რამდენიმე ესეთი მცდელობა გქონდა ცურვაზეც ვატარეთ მე ჩემ მონადირე ძაღლებთან ერთად ერთ-ორჯერ ბუნებაში წავიყვანე და სანადიროდ თუ ყოლიათ სანადიროდ არა იმიტომ რომ იცით რა ძალიან ისეთი აი ცხოველების მიმართ ისეთი სიყვარული აქვს რომ არ მინდა ახლა იქ რაც ხდება ის რომ ნახოს ახლა კი ხდება მე ბოლოს მაგრამ სიმართლე რო გითხრათ მეც მეტყობა ასაკი მაინც თავის საშუალება აი ბოლო დროს ვატყობ რომ სანადიროდ დავდივარ ჩემი ძაღლების ხათრით ანუ მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია და აი მონადირე ძაღლი არაფრით არ შეიძლება გამოკეტო იმიტომ რომ ეს არის ფაქტურად წვალება არის მისთვის იმიტომ რომ ისთვისაც შექმნილი და გაჩენილი არის ხანდახან უნდა მიცე მაგის საშუალება რომ ეთქო რომ მუსიკის გარეშე გაგაჩერონ ალბათ დაახლოებით ეგეთი ამბავი იქნება ну აი შედარებით დაგდებული მაქვს ტემპი ნაკლები ინტენსიურობით დავდივარ და აი ძირითადად ძაღლების მუშაობით უფრო ვტკბები ვიდრე რაღაცა მოვინადირო უფრო დღეს ასეთი ბატონო არ გამიბრადეს მაგრამ უნდა კითხოთ რა თუ გაგიბუქებიათ ის ნადირობის ამბავი იცით რა ეხა არ მინდა ესე გამიგოთ მაგრამ აი ტყუილი მეჯავრება აი მეჯავრება ტყუილი შეიძლება გამიბუქებია ალბათ ამხელადაც მოგიკლა იცით რა არის აი ერთ რამეს გეტყვით რა იყო ესეთი შემთხვევა როდესაც ერთმა ჩვენმა მეგობარმა რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ხორზე ნადირობის ნუ პროფესორი აი ტყეში რო შევა დაბნო მიწას ნახედავს სად რამდენია როგორია რამხელებს ყველაფერს გეტყვის ხო და დამაყენა ერთ ნომერში და თან ამიხსნა რომ ისეთი დიდი გამოცდილება არ მქონდა მაშინ ხორზე ნადირობის არც ახლა მაქვს ისეთი გამოცდილება და ნუ მითხრა რომ როდესაც კოლტი მოდის წინ ნეзвი მოდისო და დააკვირდი რომ ნეзвი არ მოკლა. ნუ მონადირებს ყოველთვის ეს ისა გვაქვს რომ დედრებს უფრთხილდებით, იმიტომ რომ გამრავლებაში ის ხო და პირველი მე მოყვება ტახი და მე მოდის გოჭები თუ ესეთი კოლტი არის. შეიძლება მოძდილები იყვნენ ეს კოლტები, მაგრამ გვიმაცხოვრება. ხო და ну აი რო გამოვიდა, არ ვიცი ამ იმას ეფექტი აქვს თუ რაღაცა. მე მსგავსი ზომის ტახი აი ცხოვრებაში არ მინახავს. და მე რომ მითხრეს, აი დაახლოებით რამ ხელა იქნება და ხელით რო აჩვენა და აუ დამცინეს მაგ. მაგრამ დღემდე თulit რომ აქ ხელა იყო, ხო? კი. არა, აი მე რაც ხა ბევრი დამინახია და ისიც არა მაქვს რომ აი შიში დიდი თვალები აქვს და შიშიც არ მქონია, იმიტომ რომ საკმაოდ მოხერხებულ ადგილას სათვალშე ძალიან აგრესიულია ორი. თუ დაინახა ვინესვრის მტრისას, მაგრამ საკმაოდ კომფორტულ ადგილას ვიდექი და არ მქონია წყნარად უყურებდი ამ იმას, მაგრამ როგორც წესი არ მაქვს ხოლმე არც რაოდენობაზე რომ რაც ყვებიან სვათაშორის ერთი კვირაობით არის დიღომში ფრინველის ბაზარს რო ეძახიან იქ შეკრება ხო და ერთი ყველაზე გამოცდილი კაცი დგას და ამ ახალგაზრდა მონადირებს უსმენს და ერთ-ერთმა კითხა რომ და ყველა თავისას აქებს ხო პროფესორია გაზეთებზე უგზავნი რაღაცებს ამბობენ და მე მინდორში რო გავა როგორც წესი არ ამართლებს ბევრი რა ხო და ამ კაც კითხეს მართლა ეგრე არისო და რას გეტყვითო იცი ბიჭიკო აი ამ ხის ჩრდილშიო ყველა ძაღლი მაგარიაო და მე მინდორში რო გაიყვანო მე რა მოგახსენოთ ყველა თავისას აქებს კი
ეს აქვთ მონადირეებს. მე ისე ჩვენ მხარეს წამოვალ ახლა. იანანით და გიძინებია ჩვილი. არა. იანან აი კლასიკური გაგებით ეგ მელოდი არ მიმღერია, მაგრამ რაღაც სიმღერით კი. იმიტომ რომ როცა პატარა იყო, ხო, ნუ ხან ხათუნა მიდიოდა და როგორც ესე გულზე დავიწვენდი და ვათამაშებდი რაღაცებს, ნუ მღეროდი. რას მღეროდით თუ გახსოვთ? თქვენ სიმღერებს მღეროდით? არა მგონია. აი ვერ ვიხსენებ მართლა, მაგრამ არა მგონია. ალბათ რაღაცა ისეთი იცით რა უამრავი ინფორმაცია მაქვს, უამრავი რამე მოსმენილი, რა ვიცი, აი ძალიან ბევრი ჯგუფის პრაქტიკულად ყველა ალბომი და ასე შემდეგ და არის განსაკუთრებული სიმღერები, რომელსაც ვთვლი რომ აი როგორც კომპოზიცია არის ძალიან მაგარი. არის ისეთი სიმღერები, რომელიც შეიძლება თქვა დიდი ალაფერი არ იყოს და აი ისეთი ტიპები ასრულებენ, ისე მაგრად რომ აი ძალიან მაგრად ისმინება. მაგრამ ისე რომ გაშიფრო, აი რო აიღო ერთი გიტარა და დაამღერო, შეიძლება ისეთი ეფექტური არც იყოს. მაგრამ არის განსაკუთრებით მაგარი სიმღერები კომპოზიციური, აი მაგალითისთვის რო ავიღოთ My Way, Frank Sinatra-ს შესრულებით, აი თვითონ როგორც კომპოზიცია არის სასწაული. Paul McCartney-ს ძალიან ბევრი სიმღერა, მათ შორის Yesterday. აი ერთ გიტარას აიღებ და ჟღერს როგორც აბსოლუტურად დასრულებული ნაწარმოები. არაფერი იმას არ უნდა, უბრალოდ ის სიმებიანი ის რაც გაუკეთეს, კიდევ უფრო ალამაზებს და არის სიმღერები, რომლებიც ერთ გიტარაში აგებს რა. და მახსოვს რომ რაღაც მელოდიურ სიმღერებს უმღეროდი. მაგრამ უცებ ეგრე მახსოვს ჩემ შემთხვევაში ის იყო ხოლმე სპონტანურად თუ ექსპონტად რაღაც რომ მოგაფიქრდება. რაღაცას იმას მოვიფიქრებდი და დღემდე ახსოვს გიოს სხვათა შორის 9 წლის არის ჩემი უცროსი შვილი და რომ იმღეროდი ხოლმე 9 წელი კიდე უთხოვია ხოლმე ეხლა 9 წლის ასაკში მიმღერეო. ეხლა უკვე ვეღარ იძინებს ოღონდ ჩემს სიმღერას. აი რამდენჯერმე ეხლა რაც უფრო შედარებით გაიზარდა ჩემ კონცერტებზე არის ნამყოფი სადაც უკრავ ხოლმე კლუბებში და ისა ცოტა გარემო არ მოწონს. რატო ახალგაზრდული არ არის თუ რატო? არა, პირიქით მე მგონი აი რაღაც ზედმეტი ხმაური ძალიან ბევრი მუსიკა ესეთი საკმაოდ შეიძლება ხმამაღალიც არის ხოლმე და ცოტა ისე ყოველთვის სიხარულით არ მომყვება მოკლედ. თქვენი დაწერილი სიმღერები პირველად თუ გითხოვთ ან შეფასება თუ გითხოვიათ თქვენი შვილისთვის? ნუ ერთი სიმღერა არის რომელიც მას ეკუთვნის. ის მოწონს ძალიან. ნინოლი ასევე ქვია ნინოლის. შენ ხარ ნინა ლიზა ჩემი დილის ვარცხლავი სიმკაცრეზეც მინდა გითხოთ ბატონო მამა როგორი იყო თქვენთან ურთიერთობის დროს რამდენად მკაცრი იყო და თქვენ თუ გქონიათ და გაქვთ ასეთი რა დოზით არის და რა დოზით არის საჭირო ზოგადად სიმკაცრე ესე იგი მამა ჩემი ერთხელ მახსოვს რასაც ქვია აი შედარებით მდგომარეობიდან გამოსული როდესაც აი მე და ჩემი ძმა სად გავვრბოდით არ ვიცოდით და რატო იცით მიდან მოსკოვიდან ჩამოიტანა მაშინ იაპონური ანკესი რომელიც აი ესე იშლებოდა მაშინ აქ უცხოხილი იყო უცხოხილი ან დაახლოებით მეტრიანი ნაჭერებია 6 თუ 7 და აი ძალიან და მაგარი ანკესი იყო ძალიან მაგარი და ჩემი ძმა უცნაური ბიჭი იყო და მოდი ეს დავჭრათო და ესეთი ბინოკლი გავაკეთოთ შეიძლება ამ საათაფე გადა სოლო ფილმებს რო უყურებდით რაღაცა ინდიანას რობინზონ კრუზო და რაღაცებს რო უყურებდით ესე გამასულელა მეც ახლა მე 4 წლით პატარა ვიყავი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი და მოკლედ რომ მოვიდა მამა ჩემი ეს 6 ბინოკლი ჰქონდათ ხო ახლა ნაჭრება დაჭრი თავისი ანკესი რო დაინაღა და გადაიღე რაღაც ისე იცით რა არის რაღაცა ბუნებრივად მქონდა მისი რიდი ყოველთვის ისე რომ აი თვითონ არ უცდია რაღაცა რომ აი აქ მე ვარ და კაცი და აბა ეხლავე აი ბუნებრივად მქონდა ძალიან დიდი სიყვარულის და რიდიც იმიტომ რომ აი მეგობრობაც იცოდა და ფაქტობრივად აი მეგობრებიც ვიყავით და ამავე დროს აი მამაშვილის იმას არც გადავსულვართ
მე მაგალითად არც მამა ჩემისთვის, არც დედა ჩემისთვის და არც ერთი მეგობრისთვის სახელით არ მიმართავს. აი რაც დღეს უკვე ძალიან მიღებული ის არის. ეხლა მე რომ ეძახიან ჩემი მეგობრის შვილები, რო გითხრათ ხო ეხლა მწყინს მეთქი არა ხო ეცი მოგწონს ეხლა სახელით რაღაც თითქოს იმათი მეგობარიც ხარ, მაგრამ მე არ მახსოვს რომ მისი მეგობრისთვის სახელით მიმართოს. ხო და რავი ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა და მამას მეგობრებისთვის სახელით არც მე მიმართოს და ბევრს უთქვამს რა აი რაღა დროს ბიძია და რაღაცა დროს ის არ მაგრამ აი ორგანულად მიჭირს რომ აი დათო ბიძიას მაგალითად დათოთი დაუძახო ეგ რაღაც შინაგანად უნდა შეგეძლო სავარაუდოდ უფრო მეგობარი მყავს 20 წლით არის ჩემზე უფროსი ძალიან ბევრჯერ გვინადირია ერთად ხო ვერ ვეძახი სახელით კი მეც ყავს ეგეთი უფროსი ვერ ეხა 20 წლით უფროსი ჩემთვის უკვე ის არის სახელით ვერ ვეძახი და სულ შენიშნავს მაძლევს რომ რა თქვენობით ბიჭო მეგობრები ხო მარტო კი მეთქი აბა თქვენობით რაღაცა მომართა ნუ სახელით კი შენობითი მაინც ვერ გადავედი მეც ესე ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთ რაღაცა გეწერათ რომ ბედნიერია ჩემი შვილი როდესაც ხედავს რომ ჩემს მეუღლეს ვეფერები ცოტა ხნის წინ სახში რაღაც კინოს უყურებდით და მეუღლე და სხვადასხვა ადგილებში აი უცებ მომდა რომ ავდგარიყავით ჩემ მივედი ჩემ ცოლს ვაკოცე და დავჯექი ჩემი პატარა გოგო იყო უბედნიერეს როგორ მიხარია რომ ერთმანეთს ჩაიხუტებით ხოლმე რატომ დავაჩვენოთ შვილებს ეს ცოლქმრის სითბო რას ვაძლევთ ამ შვილებს ნუ აი რეაქცია ხო ნახეთ ხო არა მაგაზე დიდი ბედნიერება ახლა მისთვის ბავშვისთვის რა არის იმიტომ რომ ვიცით რა ნენელა ხო ეხლა ჩვენ რაღაცებზე ვლაპარაკობთ გვაქვს მეგობრები რომლებსაც ნუ არ აეწყო ცხოვრება და ვთქვათ დედა ცალკე არის თვითონაც ნახა რომ მისი მეგობრის მშობლები ერთად არ არიან და აი ვერ წარმოიდგენთ როგორ განიცდიან ამას ბავშვები ხო აი რო გითხარით რომ დედაც და მამაც ჩემთვის იყო ნუ რაღაცა აი მისაბაძი ის და გარდა იმისა რომ ეს შეკრული ოჯახი ბავშვის ფსიქიკასაც და იმასაც სხვანაირად აყალიბებს და ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობს ამ ურთიერთობისგან, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი იზრდება და ორ დღეში ერთხელ მშობლების ჩხუბს უსმენდეს, ხო? ნუ ყველანაირად განცდაში იქნება, აუცილებლად. უმძიმესი სტრესი არის ეს მისთვის. და სხვათა შორის ჯერ შვილი არც მყავდა როდესაც აი საუკუნის ნოსტალგიებს ეხა გამახსენდა ეგ ტექსტი საუკუნის ნოსტალგიებს რო ვაკეთებდით მის ჯორჯ მაიკლის Last Christmas გავაკეთე და ასეთი ტექსტი იყო და სტეფანე იმღერა სტეფანე მექსიმელა და ასეთი ტექსტი იყო იცოდე შენ დედიკოს და მე ბევრი გადაგვხვდა ცხოვრების გზაზე ჩვენ უკვე წყენის უფლება არ გვაქვს რადგან შენ გაჩნდი ამ ქვეყანაზე და მაგ მომენტში არ მყავდა შვილი მაგრამ ეტყობა ეს აი განცდებს სხვისაც რო უყურებდი ხო ეხლა ბავშვი როგორ განიცდის მშობლების ცუდ ურთიერთობას და განსაკუთრებით მე ერთხელ სხვათა შორის ეხლა ჩვენ ნამდვილად არ მიგვიცია მიუხედავად იმისა რომ ყველა ოჯახში ხდება რომ ხანდახან შეიძლება რაღაცა ოდნავ გაღიზიანებულმა უპასუხოთ ერთმანეთს მაგრამ ისიც ხო იცით რომ ცოლქმრის ჩხუბი გიშს მართალი ეგონა ხო ეგრეც არის და ერთხელ გამგვიცხადა რომ თქვენ რო გაშვერდეთ არც ერთ ხმას აღარ გაგწევთ პატარა იყო ძალიან ხო და ნუ ეს არის რა გითხრათ ხა მაგაზე დიდი ბედნიერება ხა ადამიანის ცხოვრებაში რა უნდა გითხრათ როდესაც აი თბილი ადამიანი სახში რომ მოდის აი ყველა ასე თქვა ამ იმაზე ამ ჩემი აზრით ჭკვაზე რომ როდესაც სახში სითბო ხდება ადამიანს იმას სახში მიუხარია და ერთი ცნობილი ძალიან მსახიობი იყო იური ნიკულინი რომელმაც თქვა რომ მე ბედნიერების ძალიან მარტივი ფორმულა მაქვს რა ადამიანს თუ სამსახურში წასვლა უხარია და იქიდან სახში მოსვლა უხარია ნუ უკვე ბედნიერია ადამიანი ხო ეხლა თუ მართლა ისეთი ის არ აქვს რომ აუ იმაზე მეტი რატო არ მაქვს ეგ უკვე სხვა სფერო არის მაგრამ ნუ რეალურად ადამიანის ბედნიერებისთვის ეს არის და მე ესე ვთვლი რომ ვისაც ასეთი ბედნიერება არ აქვს ხო აი ისეთი მათ შორის მუსიკოსებისთვისაც ხო შემდეგ როდესაც აი ეს პოპულარობა იკლებს და ეს ყველასთვის გარდაუვალია ხო მე ძალიან უჭირთ რა და მე ესე ვთვლი რომ აი
რო კონდეთ მართლა აი ბედნიერი ოჯახი, ესეთი დიდი ტკივილი არ იქნება, რომ ეხლა გახდი რაღაცა წლის და შენ კონცერტზე შეიძლება აღარ დადიოდეს იმდენი ხალხი. ამას მე მგონი უნდა კონდეს უნარი რომ შეეჩვიო ამას. ხო რაღაცა დოზით შეგუებულიც უნდა იყოს. ძალიან ბევრი ვიცით რომ მაგას გადაყვა ფაქტიურად, ხო? მე იწყება ლოთობა, კიდე უარესი ნარკოტიკები, რაღაცები, ამითი თავის მოტყუება, გაბრუება და მე შედეგებიც ვიცით, ხო? ხო და ამიტომ რა ვიცი, ჩემთვის ოჯახური სიტყვა არის აი თვითონ მომწიფდა იმ კითხვაზე გადასასვლელი ამბავი, ლადია. ხარის ახლა ოჯახები, სადაც ქალი იმიტომ ინარჩუნებს და იმიტომ რჩება იქ, რომ მეზობელი რა სიტყვის და ნათესავი რა სიტყვის და უბედურია და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ ძალადობის მსხვერპლიც არის. ასეთი რა ვიცი, მსხვერპლით შენარჩუნებული ოჯახი. როგორ გონიათ რა ვიცი? ჩემთვის ძალიან რთულია ახლა მაგაზე საუბარი, იმიტომ რომ რეალურად შენ როდესაც ადამიანი გიყვარს, ხო? ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ სახლში ხარ იმ ადამიანთან ერთად. და სხვები რა სიტყვიან, ის უკვე აღარ მუშაობს. ამ ადამიანთან ხარ და თუ ადამიანთან ბედნიერი ხარ, რაც გინდა ის უთქვიათ სხვებს რა. ხო და თუ ბედნიერი არ ხარ, ეგეც როგორ არის, იცით რომ ალბათ თუ უკვე ისეთი დაძაბულობაა, რომ ერთმანეთის შეუძლებელია ცოლქმრისთვის ვერ გეტყვით ახლა. იცით რა საერთოდ მე მეჩვეული ვარ იმას, რომ სანამ კონკრეტულ მომენტში, რთულ მომენტში არ დადგები, ხო? წინასწარ რასაც ამბობ, ხო, არავინ არ იცის, ვთქვათ, ძალიან მაგარ წამებას გაუძლებ თუ არა სიტყვაზე. აი ფილმში რო უყურებ და რაღაცა გულშემატკირო და მე ხო, კაცმა არ იცის. აი რო დაგაშანტაჟონ რაღაცა შენი უსაყვარლესი ადამიანის სიცოცხლით, ვთქვათ. როგორ მოიქცევ, ეგ არ იცი. აი ესე ვიზავ, ეგ არის ტყუილი. აი ეს აბსოლუტურად ამ სიტუაციაში სანამ არ ჩავარდები, სხვის მაგივრად ლაპარაკი არის მიუღებელია, ვერ გეტყვით რა. იმ მდგომარეობაში უნდა იყო და ამას აანალიზებდე, რომ ან განშორებას რა მოყვება, ან ერთად ყოფნას რა მოყვება და ეხლა თუ შეუძლებელია, მაშინ ესეც ხდება, რომ მაგრამ აი ყველაფრის მიუხედავად უდიდეს პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც გაშორების შემდეგ აი ყველანაირად პატრონობენ და ესე ვთქვი ხვდებიან და აი სიტყვას შუქნიან და ну ხდება ახლა რომ ვერავის ვერ გავკითხავთ, ხდება ესე რომ ძალიან შეყვარებული ცოლქმარიც რაღაც მომენტში ერთად ვეღარძლებ. ერთ ინტერვიუში ასეთ რაღაცას ამბობთ, რაც მე განსაკუთრებით მომეწონა, იმიტომ რომ ზუსტად ეგრე ხდებოდა მამა ჩემისგანაც, ჩემთანაც და ჩემგანაც იგივე ხდება ჩემ შვილთან მიმართებაში, რომ როდესაც ჩემი შვილი მეცადინეობდა, ცდილობდა რომ მე და ჩემი მეუღლე არ ჩავრეულიყავით, იმიტომ რომ ეს თქვენი გაკეთებული გამოვა და მასწავლებელს იმას ხო არ ვეტყვი, მამა ჩემმა გააკეთა და რეალურად მამა ჩემმა გააკეთა და მე გავაკეთე. ხო, ანუ ეგ გაქვთ რა თქვა, ზუსტად ანალოგიური ხდებოდა ჩემთან სახლში, მამას ნათქვამი აქვს კიდეც რომ მირჩევნია იყო ოროსანი და შენით დაწერო და გააკეთო, ვიდრე მე დაგეხმარო და იყო ხუთოსანი. მეც ალბათ მამას მოდელი გადმოვიღე ჩემ შვილთან, რაღაც რჩევებს ვაძლევ, მაგრამ ბოლომდე არ ვერთვა. აი რაღაცა უნდა ეცადო, რომ თუ რაღაცაში უჭირს სწორ გზაზე დააყენო, მაგრამ ეხლა შენ თუ დაუწერე თემა, ეხლა ჩემ ბავშვობაში ამასაც აკეთებდნენ. აი პირდაპირ უწერდნენ თემას ბავშვს და მიქონდა თავის დაწერილი და ეგ ხო მე უზღუდავს იმ უნარჩვევებს, იცით რა, აი ჩვენ ერთ რამეს არ ვაანალიზებთ, რომ აი როგორც ჩვენ ვიქცეოდით და როგორც ჩვენ არა უпроსტად ჩვენი მშობლების თაობა, ხო? ეხლა ჩემ დროს რაც ხდებოდა სკოლაში გრთამი, უმაღლესი ჩაბარებაში გრთამი, მე იმის დამთავრებაში გრთამი, სხვისი დაწერილი თემები და მე შეკითხვა სწორად რომ რატო არ გამოვიდა კარგი სპეციალისტი, ხო? მე გვიკვირს რომ აი რა სად არის კარგი ინჟინერი, სად არის შედარწმუნდა ყველაფერს თუ ფული გადაიხადე და იმან არაფერი არ გააკეთა, შესაბამისიც გამოვიდა, ხო? ეს ხო 2x2 არის. არ გაანძლევინე ტვინი, არ იმეცადინა, ყველაფერი ფულით გაუკეთე, ჩაუწყე დიპლომი, ის ჩაუწყე, ეს ჩაუწყე და მე როგორ ის და იმასთან მე ვიღაცა უნდა მივიდეს და იმკურნალოს, თქვა თუ ექიმია, ხო? აი, სხვამ დაუწერაზე მე შემემთხვა
ეხლა აღარ ვიცი საკურსოები არსებობს კიდე უნივერსიტეტში? შუალედურ გამოცხადებს ეძახიან, კი. ჩვენ დროს იყო საკურსო ერქვა, მოკლედ და მეორე კურსზე ვარ და ავირჩიე დავით აღმაშენებელი და ჯვაროსნები. პოლიტოლოგიაზე ვსწავლობდი და საჯაროში ერთი კვირა დავდიოდი ყოველ დღე მასალებს ვეძებდი და კარგი თემა გავაკეთე. მოკლედ და ბედნიერი მივიტანე რომ 5-იანი უნდა დამიწერო, ნაკლებს არ ცოლობდები და გამომართვა და ეგრევე 3-იანს მიწერს. ძალიან გამიგვიდა, რატომ მიწერდა? აბა ხვის დაწერილში 5-ო რატო ელოდები? რა ხვის დაწერილ? კაი ახლა არ დამაჯეროო რომ შენით დაწერეო. კი, ჩემ დავწერე. არ არსებობს აქ აღარავინ წერს 20 ლარს გადაიღო საჯაროში და გიწერენო. თემებს გაძ დღემდე ჟერა იმ ხალხს რომ ის 20 ლარი მქონდა გადახდილი და ის მივიტანე. ისე გამიტყდა, ისე დამწყდა გული. მე მყავდა ლექტორი გვერდების რაოდენობის მიხედვით წერდა ხოლმე საკურსოს იმას ნიშანს რა, რამდენი გვერდია? მე ხარავშეს რა. ეგ არაფერი. არა, ხო, გადავიტანე, ფაქტია გადავიტანე. ერთი კითხვა მინდა დავსვა, ჩემი შვილი პირველად, გვინდა არ გვინდა ბავშვი თუდად ხდება ხოლმე. თუ გახსოვთ პირველი თუდად მე მახსოვს პირველად რომ დავაწვინეთ, მაშინ ვარ კეთილში ვცხოვრობდი, თემკის ავადმყოფოში დავაწვინე და მანქანით 6 წუთში გავედი. თემკიდან ვარ კეთილში რომ ის ბალიშის რაღაცები რომ წამომიღო უკან. ისე შემეშინდა, ისე ვინერეულა რომ აი არ ვიცი მეთქი. ბარე მახა აუკრავ საჭეს და გადავხვდები თბილისის ზღვაში მეთქი. შიშარ მოიყავი თქვა. არა. აი მაგ დროს ის იცით რა ის ისეთი არაფერი ქონია რომ რაღაცა ეცა სიცხე მოუწია უბრალოდ. არა, ეგეთ რაღაცებზე არ მაქვს ხოლმე ესეთი ის რომ არიქა და ეხლა არც ხათუნა უფრო რაღაცა ესეთია დედა მაინც დედა არის და მე რაღაც სიმშვიდეს ყოველთვის ვინარჩუნებ მაგ შემთხვევაში და აი რაღაცა უარყოფითის ან რაღაცა ცოტა უფრო დამძიმების ის არ მაქვს ხოლმე და მისგან იმიტომ რომ არა ვარ ესეთი პანიკური რომ არც უფროსებზე და არც იმაზე ვთქვათ არც დაგვიანებაზე მაგალითად შედარებით რომ აუ ტელეფონს რატო არ უპასუხა ხათუნა ხანდახან ნერვიობს არ უპასუხა იმიტომ რომ რაღაც სხვა რამით არის დაკავებული ხო და როგორც წესი ზუსტად ისე ხდება რომ ცოტა ხანში რეკავს ვერც აცრაზე შევდიოდი ხოლმე ვერც ისხლისა გარეთ ვიყავი და მარიკას უშვებდი ხოლმე შეკიდით არა მე სხვათა შორის ხა ბოლო ყველა ინტერვიუში ჩემ თავზე მე ვბრაზდები რომ გადასული ვარ მეთქი ტრაბახზე სულ რა და მიუხედავად იმისა რა სამედიცინო სფეროსთან არაფერი შეხება არ მქონია ну აი ძაღლების გამო და იმის გამო იგივე აი რთულ სიტუაციაში აი ადამიანებს სისხლის დანახვარი არ შეუძლიათ მე არ მაქვს ეგის და პირიქით აი რაღაცა ამბავს რომ შევესწრო შემიძლია რომ კონცენტრაცია გავაკეთო ისე რომ რაღაცა ელემენტარული დახმარებაც აღმოუჩინო და ზოგი სისხლს დაინახოს თვითონ მოსავლელი არის და გული მისდის ну ერთხელ მაგალითად მესამე ტყუები ამ ამბავს ნათია ბერიძე არის ერთი ძალიან ცნობილი ვეტექიმი და ბევრი ხალხი ყავს ყოველთვის. ხო და ჩემ ძაღლს გავუკეთა ნემსი და ერთხელაც მივედი და ვატყობ რომ ჩემთვის ну რიგია რაღაცებს იმაშვები და ჩემ ძაღლი წევს უკვე მაგიდას. მოკლედ ავიღე და ვენაში გავუკეთე ნემსი ის რომელსაც უკეთებდა. ესე გამომხედა. როგორ გავუკეთე ნემსი? შენ წამალს ხო არ იკეთებდი მეკითხა ეთქე ხო არ გადაირი სიგარეტს არ ვეწევი რა წამალ საერთოდ ეგეთ რაღაცას ნაშრომება არ გქონია ცხოვრება აბა როგორ გავუკეთე მეთქე როგორ გავუკეთე და გუშინწინ ხო გავუკეთე მეთქი შენ გიყურე მეთქი ვენა როგორ გამოაჩინე როგორი კუთხით დახარე ეს გიყურე მეთქი რამ სიმღერაზე შეხვედი მით გავიმეორე და გამომივიდა მეთქი რა ანუ ხო რაღაცები ნუ ესეც ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, აი აგარაგზე უამრავ რაღაცას ვაკეთებ ჩემი ხელით. აი ეს კიბე ჩემი გაკეთებულია თავიდან ბოლომდე. ის მოაჯირები ჩემი გაკეთებულია. თვითონ ეს გეგმარება ამ ოთახების, აი ცარიელი სივრცე იყო, ყველაფერი ჩემი და ხათუნას გაკეთებულია, ფერები, შერჩევა ესე. გპ-ში სწავლას უნდა ყოფოთ არ ჩაული. ახლა მამა ჩემსაც ჰქონდა დამთავრებული ოღონდ სასოფლოს ჰიდრომელიორაცია და ლურსმანის ჭაჭედებაც არ ეხერხებოდა. აუ გეხოცები ვიტყვი და ეხლა რაც თქვა ბატონმა ძაზამ რომ შემიძლია და არ ვიბნები და ბევრი იბნებაო. აი ახალი დაწყებული გოს პრინციპში მე დავდოს ეს მამების დრო და გვინდა რაღაცნაირად მამაშულობაზე ვისაუბროთ სამაგალითო ხალხთან ერთად ვილაპარაკოთ ამაზე და
ვიღაცას მოეწონოს და გადაიღოს ის მეთოდები, რაც გამოცდილია და ოცნება თქოს ბატონო და რაღაც კურსები დავაორგანიზოთ პირველადი დახმარების. მე პირადად არ ვიცი. ღმერთმა არქნას რაღაცა რომ შემემთხვეს, ტყეში ხრეში სიარული გვიყვარს მე და ჩემს ოჯახს. ძალიან ხშირად მიფიქრე ხოლმე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, რამე ფეხი რო გაიჭრას, არ ვიცი რა უნდა გადავუხვიო, რა ხელაზე გადავუხვიო. ძალიან გვინდა რომ გავაკეთო რაღაც კურსები კი არავი რა ქვია მაგას რა. ხო რაღაც ტრენინგი სხვადასხვა ყველაფერი იყო ადრე. იყო, მაგრამ ახლა აღარ არის. ახლა როდის იყო არც მახსოვს იმას. ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ რეკლამაში აი ზუსტად მაგის რეკლამა მიდის თუ მიგიქცევიათ ყურადღება ანუ შესვენებაზე ხო გადის რეკლამები ჩემპიონთა თასზე და ერთ-ერთი გადის ისეთი რომ აი ტრიბუნებზე ხალხი ხელავს და უცბად სიჩუმე და ერთ-ერთი ხდება ცუდად და უცბად ხალხიდან გამოვა ერთი ვინც პირველად დახმარებას ამოუჩნდა და გადაარჩენს რა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხო და ეგ გვინდა რომ რამდენად გამოგვი იმიტომ რომ სულ მარტოები ვართ ჯერჯერობით და მაგრამ გამოგვია იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცაა ჩემია აუცილებლად მინდა დავსვა ეს კითხვა აი ტურნეები ახსენეთ მუსიკოსები ხშირად დადიან დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ ვაკის პარკიც არაერთ ტურნეში ყოფილა მონატრების გამო შვილის მონატრების გამო რა ვისისვლელი თუ გაგიკეთებიათ არა მაშინ როგორია არა არ იცით რა არ ესეთი ის ნუ აი ახლა მაგალითად იყო ესეთი იყო ესეთი ნუ საკმაოდ რთული ნოემბერი და დეკემბერი სამი სამთავრობო კონცერტი ჰქონდა ჩვენ დამტკიცებული უკვე თვენახევრით ადრე რომელზეც ჩვენ თვითონ ვთქვით უარი შექმნილი სიტუაციის გამო ამის გარდა უკვე კერძო სექტორთან თვითონ მოინდომეს გაუქმება ნუ ორივეს გადაწყვეტილება ესეთი იყო რომ ეხლა პრაქტიკულად ყველას ეს განწყობა ჰქონდა მაგრამ აი ეს რაც გუდაურში ჰქონდა დაგეგმილი 5 დღე იქ ვიყავით მოკლედ და 5 დღე ზედიზედ დაუკარეთ გუდაირში და ისე მოხდა რომ აი პირველი ახალი წელი იყო რომ შვილთან ერთად იქ შევხვდით მოკლედ რა ისეთი 31-ში უკრავდით ხო და ნუ კი დაურეკეთ მოვესიყვარლეთ ისა მაგრამ რაღაცა ის ჰქონდა ყველას ხო, იმიტომ რომ ახალ წესაც როცა უკრავთ, როგორც წესი სახში ხვდებით და მე პირველის ნახევარზე ვიწყებთ დაკვრას. ძირითადად ესე არის ხოლმე და ახლა ესე მოხდა, მაგრამ სხვათა შორის ვიხსენებდი რომ 2004 წელი რო დგებოდა, მაშინაც გუდაურში მომიწია ახალი წლის შეხვედრა და მე და ხათუნა მაშინ შეყვარებულები ვიყავით, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა დაოჯახება. და აი როცა ახალ წელს მარტო შევხვდი, იმ წელს დავქორწინდით. ანუ ეს ახალი წლის შეხვედრა დროს განშორებამ არის მოქმედა და ეს ყველაფერი მე ზოგ-ზოგ ტექსტებში ავსახე კიდეც შობა უშენოდ ხო რაღაცებში, მაგრამ ამ ტექსტებსაც რო წერ, ზოგი სულაც ჩემი მეგობრის ისტორია არის, ზოგი ჩემია, ზოგი გადატანილია, როგორ გითხრათ. ძალიან მიყვარს თქვენი სიმღერები და ხო და დიდი მადლობა მიხარია. აუცილებლად გავიხსენო 2000 წელი იყო ან 2002, უფრო 2000 მგონია. სურამში გამოვედი და დავინახე აფიში რომ ვაკის პარკმა უნდა დაუკლას ერთ კვირაში. აუ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. მაშინ 3 ლარი ღირდა ბილეთი როგორ მახსოვს და გამაჩერს უთხარი მეთქი უნდა წავედ. კიო წადი რა პრობლემაო და დასრულდა კონცერტი სურამი კინო იყო და იმ კინოში იყო კონცერტი და ჩემ მეგობარი მეუბნა მიდი ავტოგრაფი გამოვართე არა მეთქი რა სლავარაკო ვერ გავვედე და ბოლო მოვედი ავტოგრაფიც მომეცი და მედიატორი მაჩვკეთ შენახული რა კი სურამში მაქვს და ეხლა ზაფხულში ვიყავი ერთ-ერთ ბარში კონცერტზე და კიდე მოვედი კიდე გამოვართი მედიატორი ის უკვე თბილისში მაქვს არა აი მე თვითონ რა თქმა უნდა არ იმაშოვე, მაგრამ აი ვიღაცა თუ ესე ვინმე მსმენელი თუ მოდის ესე და რაღაცა ან სურათი უნდა ან რაღაც კონცერტი თუ დამთავრებულია და იმ დროს მოდის როგორც წესი სუვენირად ვჩუქნი მედია. ხო, აი უკვე დასრულებული იყო კონცერტი, გიტარა, ანუ აპარატურას ალაგებდით და ყველა რო გავიდა მე გავბედე მისვლა და და უბედნიერესი იყო სახში ასე მიდია ხელი აწეული, ასე აწეული მქონდა ხელი რომ ხო აი მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ რაღაც პერიოდის მერე ასე უშუალოდ ეგეთია ცხოვრება ჩემო ძალიან
და ვისი ამბობენ და ძალიან ბედნიერი ვარ მეც რომ გამოგვივიდა შეხვედრა. კი, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მიულოცოთ ჩვენს მსმენელს. აუ, ერთი კითხვა მავიწყდება და უდაკითხოთ. ვიცოდი რომ მაგას მაინც იტყოდი. ოჯახის უფროსობაზე გაქვთ ძალიან კარგი რაღაცა ნათქვამი. ასევე ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ჩემთვის ცნება ოჯახის უფროსი ფაქტობრივად არ არსებობს, იმიტომ რომ ოჯახში ყველა ვართ უფროსი და ყველა ვართ უმცროსი, ასე ვთქვათ. იმდენად მომეწონა, იმიტომ ჩემთანაც ზუსტად ეგრევე ვფიქრობ და აი რატო ვთვლით ხშირად კაცები, ჩვენ არა, ზოგადად სხვა კაცები, რომ კაცი აუცილებლად უფროსი, ან ზოგადად რა განსაზღვრავს ამ უფროსობას? იცით რა, ალბათ ის რომ წლების მანძილზე ესე იყო ჩამოყალიბებული ფაქტურად ქალების როლი სხვა საზოგადოებრივ საქმეში, ხო, თუ რამდენიმე აქტიურ ქალებს არ ჩავთვლით იქ პარტიული ხაზით და იმითი, მაინც შედარებით ასე ვთქვათ, დიასახლისობა გაცილებით უფრო მიღებული იყო. ძალიან ბევრი ხა პირდაპირ თქვა გასათხოვრად იზრდებოდა თითქოს რა, არა ისე რომ თვითონ რაღაცა თავისი ასე ვთქვათ რაღაცაზე ეფიქრა რომ ან კარგი ექიმი ყოფილიყო ან აი ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ მათთვის ის რომ აი ოჯახი შეექმნათ და შვილები აღეზარდათ, რა თქმა უნდა ძალიან დიდი საქმეა ეს. აი დამსახურებულ პენსიაზე გახსოვთ ხო ეს რამდენად უნდა ყოფილიყო და ხო და იყო რომ როგორ უნდა გავარჩიოთ დამსახურებული იმ კომუნისტების პერიოდში ნამუშევრებიდან აი როგორ უნდა დაალაგო ხა ვის რამდენი აქ ნამუშევარი როცა ფაქტურად უამრავი საპროექტო ინსტიტუტი იყო რომელიც არაფერს არ აკეთებდა აი სისხლთებში რაც ხდებოდა ყავის მოდუღებით კატლეტების მეტი ხო და ზოგი ისა და აი მახსოვს რომ ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა რომ აი იმ ინსტიტუტში ვინც იმუშავა იმას პენსია ეკუთვნისო და 5 შვილი ვინც აუღზარდა საქართველოსო და არ უმუშავე იმას არ ეკუთვნისო აი სადავური ლოგიკა ხო და მე მგონი რომ აი მაკედან მოდიოდა ეს რომ ისედაც საერთოდ ნუ ქალის როლი იზრდება თანამედროვე სამყაროში ადრე სხვანაირად იყო რა მარტო საქართველოში კი არა კი ხო მთელ სოფლიოში ესე იყო ესე ქალის მოვალეობა იყო ოჯახში რაღაცა ესა კაცი აი პირველი სხვათა შორის ნადირობაზეც რო ვთქვი პირველი კაცის რითიც თავი შეინახა და გადაერჩინა იყო ნადირობა და შემგროვებლობა მე ისწავლა სოფლის მეურნეობა მოაშენა ისა და კაცი ამას აკეთებდა დადიოდა იბრძოდა ამაშვებოდა და ქალი ულიდა ოჯახს ხო და ნუ მე დღეს უკვე განსაკუთრებული სიტუაცია და აი სხვათა შორის როდესაც არის ხოლმე განსაკუთრებით პოლიტიკოსებს უყვართ ადრეც ესე იყო წლების მანძილზე დემოგრაფიული პრობლემებზე საუბრის დროს ხელისუფლების დადანაშაულება და ასე შემდეგ რა. ეხლა მსოფლიოს თუ გადავხედავთ მოსახლეობა იზრდება ყველაზე ღარიბ ქვეყნების ხარჯზე. კი. და ევროპი განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სადაც ყველაზე მაღალია მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ მოსახლეზე ხო? ან საერთოდ შვილი არ აყავთ ან ერთი ყავთ. ყველაზე შეძლებულ ოჯახებს. ამიტომ ეს პირდაპირ იმაზე რომ ცუდი თუ კარგი ხელისუფლება ხო არა ეკონომიკაზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული. რა ვლადო ის თოთარანთ ქრუში არ არის შენ ჩემობა რას მიქვიო დედაშვილობაშიო მაგრამ რა ვიცი ოჯახში უფროსობა რას მიქვიო. ხო სიტყვა უფროსი უკვე რაღაცა ფორმის დისკრიმინაციაა ჩემი აზრით და ხო და ახლა ოჯახის უფროსი თავარ რა ხო და ისიც ნუ კაცისთვის ღალატი შეიძლება ქალისთვის ეგ არის ძალიან დიდი მარაზმი და სხვათა შორის კიდე იცია საქართველოს ცოლისთვის არასოდეს მიღალატი ანუ ქვეყნის გარეთ რო გადიან გეგონება უფლება აქვთ ხო საქართველოში არ მიღალატია რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია როგორც კაცისთვის შევთანხმდით რომ სიყვარულია მთავარი შევთანხმდით სიყვარული როცა არის წესით აღარც უნდა გაიხედოს რა თქმა უნდა სიყვარული გქონდეს თელ საქართველოს თელ დუნიაზე ხო ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს მივულოცავ ჩვენს საქართველოს ძლიერი კარგი წელი გქონდეს ევროპული წელი გქონდეს რაც თავარია
და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ხარდაჭერით ჩვენ პარტნიორ D3. კი ბატონო, არაჩვეულებრივი პურებისათვის. და გამოგვიწერეთ TikTok-ზე, YouTube-ზე, Facebook-ზე, სადაც ვართ კიდე, Instagram-ზე. რადგან მამების დრო არის, ყველგან და ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.